მოგესალმებით ტელეკომპანიის სენაკიბრის ეთერშია გადაცემა არჩევნები, მე მისი სამხანის ჟურნალისტი ჯემალ ამბაშიძე გახლავართ. საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე მეტი დარჩა და ჩვენ შევეცდებით ფოთის ხობისა და სენატის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უფრო ახლოდან გადაცვათ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მურთაზ ზოდელოვი. Όταν მურთაზ დიდი მადლობა გადაცემაში მომტანებისთვის გადაგიხადოთ, დავიწყოთ თავიდან მოკლედ ვამბობთ მაყურებელს თქვენ შესახებ. მადლობა პირველ რიგში რომ მაგ საშუალებას მომიწვიეთ, ბატონ ჯემალ, მაგ საშუალებას ვესაუბრო თქვენს მაყურებელს, ჩვენ საყვარელ სენაკერებს და მოიცილო სენაკის მიღმაც ხდება თქვენ ტრანსლირებთ და იქ ბევრი მაყურებელი ყავთ და ძალიან კარგი გისურვებთ რომ კიდევ უფრო მეტი მაყურებელი ყოლოდეთ და მეტი ფინანსები რომ უფრო განვითარდეთ და უფრო წინ წახვიდეთ. ეხლა რაც შეეხება მე არ ჩემზე ლაპარაკი მგონი არ იქნება მაინც და მაინც ჩემი მხრიდან სწორი, მე ვარ იურისტი, ფიქრობ რომ შემიძლია საქმე გავაკეთო, რაც გამოცდილებაც მაქვს, ამასობაში პოლიტიკური გამოცდილებაც დამიგროვა და მე შევეცდები რომ ჩვენი პარტიის ქრისტეული წარმომადგენელი ვიყო ამ ასპარეზში, ამ საარჩევნო ასპარეზში და ჩემი ტაქტიკა ყველასთვის ცნობილია, საჯაროა, მე ვცდილობ მაქსიმალურად ნაკლები იყოს სადაც ფორმალური, ოფიციალური ღონისძიებები და აჩვენო მეტი მქონდეს კომუნიკაცია ამორჩეველთან, ანუ ძირითადად კარდაკარზე ვარ ხოლმე და შევდივარ ყველა სოფელში, ყველა ქალაქის ყველა უბნებში, ოლქი საკმაოდ დიდია ეს. არ არის კლასიკური მაჟორიტარული არჩევნები, როდესაც იყო ერთი მაჟორიტარული რაიონი და ერთი ადამიანი, რომელიც ცდილობდა რომ ამ რაიონში ეპოზიციონირა როგორც კანდიდატს. საკმაოდ დიდი ოლქია, 3 რაიონია, მაგრამ ამ 3 რაიონს ფოთს, ხობს და სენაკს ძირითადად სამწუხაროდ აერთიანებს ახლა ერთგვაროვანი პრობლემები. პრობლემებს გამოგენებით გადავთ, ჯერ ვისაუბროთ საარჩევნო პროგრამაზე. კი ბატონო, ახლა ჩვენი პროგრამა არის მრავალფეროვანი. ჩვენ ვართ პარტია, რომელიც იყო ხელისუფლებაში და რომელმაც განვლო 8 წლიანი ოპოზიციური ფაქტიურად ბრძოლა და ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ, არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის, არამედ ოპოზიციაში ყოფნისაც. ასეთი გამოცდილების მქონე პარტია, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ახლა საქართველოში არ არის და ჩვენ ვართ ამავდროულად ის პარტია, რომელიც კვლავ ხელისუფლებაში ბრუნდება და იმ შეცდომებზე რეაგირებით, რომელ შეცდომებთან დაკავშირებითაც ჩვენ ბოლოს 12 წელს ჩავაგეთ არჩევნები, დამატებითი ვთქვათ მნიშვნელოვანია ეს 8 წლიანი ოპოზიციური პერიოდი, როდესაც ჩვენ გავიაზრეთ ბევრი რამ, როდესაც ჩვენ დავინახეთ ბევრი რამ სხვანაირად. ჩვენ ბევრი დიდი საქმე გვიკეთებია ამ ქვეყანაში, როცა ვიყავით ხელისუფლება, მაგრამ იყო გარკვეული შეცდომებიც და შეცდომები საჭიროებენ გამოსწორებას და ეს გვაჩვენა მათ შორის ამ 8 წლიანმა ოპოზიციურმა პერიოდმა. ამიტომ ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ მოვაგვაროთ ადამიანების პრობლემები. ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში იმისთვის, მაგალითად ამ კონკრეტულ ოლქს ვიმართავ ამ შემთხვევაში, რომ ეს ოლქი, 3 რაიონი, რომელიც ფაქტიურად მოწყვეტილია ყველაფერს და თქვენ იცით, რომ ქვეყანაში მეტნაკლებად განვითარებულია ტურიზმი, ძირითადად ჩვენი წყალობით ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაგრამ მოცემულობა ასეთია 2019 წელს საქართველოში შემოვიდა დაახლოებით 10 მილიარდი ლარის საინვესტიციო ფული, ესე ვთქვათ, სატურისტული ფული, უბრალოდ. და სამწუხაროდ ჩვენი ეს 3 რაიონი, ჩვენი ოლქი აი ამ ფერხულში არ მონაწილეობს არანაირი დოზით და არანაირი ფორმით. ტურიზმს შეაქვს ფული კახეთში, აჭარაში, სვანეთშიც კი, თბილისში, ქუთაისში, მაგრამ სამწუხაროდ არა ამ რეგიონში. ჩვენ არ მონაწილეობთ ტურისტულ ფერხულში და ეს არის დაუშვებელი რამ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ გამოვასწოროთ ეს ვითარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი რესურსების მოზიდვის გზებით, ისე როგორც ეს გაგვიკეთებია ბათუმში, თელავში, ყვარელში, მესტიაში და სხვაგან, სადაც ახლა ტურიზმი ჩქეფს, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ დიდი რესურსი ცენტრალურ ბიუჯეტიდან, ამ რეგიონის პოტენციალი ტურისტული უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება მაქსიმალურად და ეხლა რახან ჩვენ სენაკში ვიმყოფებით და სენაკის ტელევიზია, სენაკზე მინდა გავამახვილო ყურადღება, სენაკს აქვს უნიკალური პოტენციალი ტურისტული პროექტების რეალიზების. თქვენ იცით, რომ აქ არის მენჯი, აქ არის შხეთის ციხე, აქ არის ბოლოს და ბოლოს მოქალაქეები, რომელიც ყველაზე ძველი ანტიკური ხანის, ყველაზე ძველი ისტორიული ძეგლი, რომელიც არსებობს საქართველოს კი არა, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე და თვითონ ქალაქ სენაკის ცენტრი, თეატრი და მისი მიმდებარე ტერიტორია აი ამ ლოკაციებში მაგრამ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს, ხო? თქვენ ალბათ ყველას ახლა ჩვენ ვინც გვისმენს ალბათ ახსოვს ხარაჩოებში ჩასმული თელავი, ხარაჩოებში ჩასმული მესტია, ბათუმი, ანუ ის დიდი პროექტები, რომელიც ჩვენ გამოვხოთ. სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გავუკეთებია ამ რეგიონში. ვერ მოვასწარით ამის გაკეთება და ახლა გვინდა ეს გავაკეთოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ძალიან დიდი ფინანსური რესურსი უნდა იქნას მოზიდული ცენტრალურ ბიუჯეტიდან, როგორც ეს მოხდა
ამ ქალაქებში რომელიც მე ჩამოვთვალე რომ მესტიის ადგილობრივი ბიუჯეტი იყო მიზერული, ვერც თელავის, ვერც ყვარლის და ვერც ბათუმის ბიუჯეტი ამას ვერ გააკეთებდა, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს იქნა გაკეთებული ცენტრალური ბიუჯეტიდან მოზიდული თანხებით და ხარაჩოებში უნდა ჩავსვათ სენატიც, ფოთიც, ხობიც და მაქსიმალურად უნდა იქნას რეალიზებული ყველა ტურისტული პოტენციალი, რაც კი აქ არსებობს. თქვენ იცით რომ არა თუ ეს ოლქი მხოლოდ მთლიანად სამეგრელო ამოვარდნილია ტურისტული ფერხულიდან და ორი მიკრო ზონა გვაქვს ანაკლია რომელიც დააკრინა საქართველოსმა, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით მაინც რაღაცა ტურისტს მოიზიდავს და ძალიან მცირე დოზით ეს არის მარტულში კანიონი, რომელიც ასევე ჩვენ დროის შექმნილია, მაგრამ რაღაცა ოდნავ ჯუტავს რაღაც ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიზიდავს დამატებით შემოსავალს, მაგრამ სამწუხაროდ დანარჩენი არსად და განსაკუთრებით ამ ოლქში, სენაკში, ფოთში და ხობში არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მარტივად შეგვიძლია ნახოთ, უბრალოდ შევიდეთ Booking-ზე, ან Airbnb-ზე, ან ეს ცნობილი საიტებია, სადაც ტურისტი შედის, ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც მოგზაურობს, შედის და ნახულობს სასტუმროს, ან საოჯახო ტიპის, ან ნებისმიერ სხვა ტიპისას. მიზერული რაოდენობა სასტუმროების, მიზერული ამ სამ რაიონში. სენაკში ფაქტობრივად ნორმალური სასტუმრო არ არსებობს ხალხო და ეს არის სეგმენტი, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანს კონკრეტულ ოჯახებში შეიტანოს კონკრეტული შემოსავალი. ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენ მიერ მოიტანს აქ იმას, რომ ყოველი მეორე ოჯახი შეძლებს ან ოჯახური სასტუმროს გარდაქმნას თავისი სახლი, ან პატარა კაფე მიაშენოს, ან რომელიღაც ტურისტულ მარშრუტს მოემსახუროს და კონკრეტული შემოსავალი მივიდეს მასთან. ეს რაც შეეხება ტურისტს. ეხლა განაჩენი ზოგადი ჩვენი ხედვა რა არის? ზოგადი ჩვენი ხედვა არის ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის გაჯანსაღება, მით უმეტეს ამ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების არ მინდა რაღაცნაირად ისე გამოჩნდეს, რომ მე მართლ პარტიას ჩასაფრებული ვარ. ჩასაფრებულებაზე კი არ არის. ის რაც ზედაპირზეა. ლარის დევალვაცია, უმუშევრობის გაღრმავება, პანდემიური პროცესების იმგვარად მართვა, რომ საბოლოო ჯამში ისე კრიზისამდე მივედით და ის ბოლო პერიოდის, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდის კი საშუალება არ მივეცით ადამიანებს, რომ რაღაცა ორი კაპიკი შეეტანათ ოჯახში. ხო ეს მოიტანა იმამ, რომ პირველი თვეები ბაქაბუქი ქონდა ქართულ ოცნებას, რომ ჯიგს ვიცემდნენ გულში, რომ ამაგრები ვართ, როგორ მართეთ პანდემია და როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი იყო ბლეფი. თაღლითობა პირდაპირ თქვათ ახლა და ამან მოიტანა კონკრეტული დამაზიანებელი ეფექტი უკვე ეხლა ამ პერიოდში, ანუ შემოდგომაზე, როდესაც თქვენ გახსოვთ, რომ ბათუმში, მესტიაში, რაღაც თბილისში ვიღაცებმა მოკოქეს ტურიზმი და მოისხიპა ეს სიტუაცია, ისევ ლოკდაუნი, ისევ დაიკეტა, იმიტომ რომ პირველი თვეები ბაქაბუქობდნენ, მხოლოდ ბაქაბუქობდნენ და ამავე მაგრებივართ, რამაგრებივართ სინამდვილეში არ მოჩნდა ყველაფერი პირიქით, ხო? ამიტომ ქვეყანას ჭირდება განვითარება. ამ რეგიონში არის ზუსტად იგივე პრობლემები, რა უნდა თქვა განსაკუთრებული პრობლემებთან, პრობლემების თვალსაზრისით სენაკზე, როდესაც ყველგან იგივე ხდება, უმუშევრობის საშინელი დონე და უმძიმესი საიპოთეკო საკრედიტო წნეხი მოსახლეობას, უმძიმესი. იმიტომ რომ ბანკები თავს გავიდნენ, მოდი პირდაპირ თქვა ახლა მთავრობას არ აინტერესებს ადამიანების პრობლემები, მთავრობა არ ერევა ამ საკითხებში, ხოლო ბანკი მიდრეკილია რომ რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს და ეს უკვე პირდაპირ რაღაც აღვირახსნა სიტუაციამდე მივიდა. პენსიონერი იძულებულია წინსრებად პენსიის გამო თავისი ფულით წინსრებად მიიღოს ამის სანაცვლოდ 35, 37, 40% გადაიხადოს. არანორმალური, ეს არაფერში არ ჯდება, ეს არ არის ბიზნესი, ეს არ არის საბანკო საქმიანობა. და ზოგადად საიპოთეკო პოლიტიკა, რომელიც ასევე არის გამორჩეული ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და მნიშვნელოვანი რა არის ასევე ამ რეგიონის სენაკშიც ასევე, ხო? სოფლის მეურნეობის ბიზნესისთვის მიღებული კრედიტები, რომლებიც ფაქტობრივად ისევე იდეგრება, როგორც ურბანულ, დიდ მსხვილ ურბანულ ქალაქებში კონკრეტული კიდევ სფეროში გაცემული კრედიტი. შეუძლებელია ამან ასე იმუშაოს. სოფლის მეურნეობას ჭირდება სპეციფიური საკრედიტო პაკეტები, სადაც იქნება დაბალი პროცენტი, გრძელვადიანი განლაგება, სპეციფიკის გათვალისწინება, გადაზღვა იმ პროდუქციას, რომელსაც აწარმოებს ესა თუ ის ფერმერი. ასეთი მიდგომა, რომ ანუ გასცე იმავე პირობებით კრედიტი, როგორც მაგალითად ელიავას ბაზრობაზე და იმავე პირობებით გასცე კრედიტი სოფელ თეკლათში მაგალითად, რომელიღაც მეურნეზე, ოჯახზე, საკომუნო მეურნეობაზე არის სრული აბსურდი, დანაშაულია პირდაპირ გეტყვით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ჩავერიოთ ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნით, მაგრამ პროცენტები უნდა დაეშვას მიწაზე, კოსმოსში აფრენილი საკრედიტო პროცენტები უნდა დაეშვას მიწაზე და უნდა საკრედიტო პოლიტიკა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის. ასევე მინდა ორი სიტყვით შევეხოთ თხილის თემატიკას, იმიტომ რომ იცით, რომ თხილი მნიშვნელოვანი სეგმენტია ჩვენი ეკონომიკის ამ რეგიონში, მთლიანად არ მარტო ამ ოლქში, მთლიანად სამეგრელოში.
სამწუხაროდ ესეთი ვითარება ჩამოყალიბდა, რომ გლეხი თხილის ღირებულების 1/13 იგებს თვითონ და 2/13 ამ ღირებულების მიაქვს შუამავალ კომპანიას. ანუ ბიზნესს. მე არ ვამბობ იმას, რომ ბიზნესმა არაფერი არ უნდა მიიღოს, ეს არალოგიკურია, ხო? რა თქმა უნდა, ბიზნესმა უნდა მიიღოს თავისი მოგება. მე საუბრობ დილერებზე, რომლებიც ყიდულობენ ამ თხილს და შემდგომ გააქვთ უცხოეთში. მაგრამ პროპორცია, ისეთი პროპორცია, როგორც ეხლა ჩამოყალიბდა ქართული ოცნების დროს, სხვათა შორის იმ პირობებში, როდესაც დღევანდელი ქართული ოცნების ბოლო პერიოდის გუბერნატორი იყო მეთხრილების ასოციაციის თავმჯდომარე და მას მე კი არ უნდა ვლაპარაკობდე ამაზე, მე ოპოზიციის წარმომადგენელი, მას უნდა ელაპარაკა, ჯერ როცა იყო მეთხრილების ასოციაციის თავმჯდომარე, თუნდაც მაშინ, მაგრამ კარგით მაშინ ჰქონდა რაღაც ბიზნეს ინტერესები, ხო? მე გახდა გუბერნატორი. არც შემდგომ ამაზე არ ვფიქრობს, არ უზრუნავს, ამას ვეხები, ამას საუბრობ. ამიტომ პროპორციები უნდა იყოს პირიქით, 1/13 უნდა რჩებოდეს ბიზნესს და 2/13 მინიმუმ უნდა რჩებოდეს იმ გლეხს, იმ სოფლის მეურნეს, რომელიც მიწას ამუშავებს, დარგავს თხილს, მოულის მას სლობის განმავლობაში, შემდგომ შეწამლავს, დამატებით ხარჯს გასწევს, აგრომოკლედ მთელი შრომა, მთელი ტვირთი გადადის მასზე. აი ნახეთ როგორ გასაგებია ხო გავიგე, მაგრამ ღირებულების ანუ დაახლოებით ღირებულება არის რა თხილის, ხო? ანუ იცით რომ ჩვენი თხილი ჩაედინება თურქულ ბაზარში და იქიდან გაედინება ევროპაში. დაახლოებით ფასი ეს არის 12 ლარი მინიმუმ კილოგრამზე, რასაც ბიზნესი, რომელიც ამას მოიხმარს ევროპაში, ტოვებს აქ როგორც ამის ღირებულებას. და არ შეიძლება რომ აი ამ 12 ლარიდან 1/13 ან 4 ლარი ჩებოდეს მხოლოდ გლეხს და 8 ლარი შუამავალს. ეს არ არის სამართლიანი, ეს არ არის ბიზნესის წარმოების სწორი პროცესი. ეს ცოტა ყაჩაღობას გავს, გესმით? უნდა იყოს როგორც მინიმუმ პირიქით 2/13 იმას, ვინც მოიშრომა, მოიყვანა, დააბინავა, მოუარა, შეწამლა და 1/13 კი ბატონო, აიღოს იმ ბიზნესმა. თუნდაც იმ პროცესებში რაღაცა გადააძიდვა არის, სხვა ხარჯები აქვს, ხო? ხელფასი უნდა იხადოს კომპანია და გავიგეთ, მაგრამ ეს არ შეიძლება პირიქით იყოს 2/13 იმას და 1/13 გლეხს. ამიტომ ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ჩვენ დროს იქნება პირიქით 2/13 იქნება სარგო, რომელსაც მიიღებს ოჯახი, კონკრეტული კომბლი, სენაკში იქნება ეს ხობში თუ სხვაგან და 1/13 კი ბატონო იყოს მარჟა, რომელსაც წაიღებს ბიზნესი, რომელიც აორგანიზებს ამის შეგროვებას და შემდგომ ტრანსპორტირებას. სამწუხაროდ ესეთი ვითარებაა, ადამიანი შრომობს, წვალობს, დარგავს უვლის წლების განმავლობაში და მიზერს იღებს ის და ის კომპანია ან ბიზნესმენი, რომელიც უბრალოდ გუბერნატორის ძმაკაცია, ან მაჟორიტარის ბიძაშვილია, ან ქართული ოცნების ბობოლა ჩინოვნიკის რაღაცა კლასელი ან მასთან დალაგებული აქვს, ესე ვთქვათ რა, ის იღებს ამას აი 2/13 არაფერში. გესმით თქვენ, ეს არა სამართლიანი, ეს არასწორია. ჩვენ აქაც ხალხს პირობას ვაძლევთ, რომ ეს ასე არ იქნება. ეხლა რა შეიძლება იმას თუ რა განწყობებია ხალხში. თუ თქვენ შეკითხვას დასვამ და მე გავაგზავნოთ, მე შემიძლია. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ნუ თქვენ ხედავთ პირველ რიგში რა მინდა თქვა. ეხლა ძალიან უცნაურია უკვე შევეჩვიეთ ჩვენ ამას, მაგრამ ძალიან უცნაურია რომ ხელისუფლება არ დადის დებატებს. უბრალოდ ფიზიკურად არ საერთოდ დებატებს არ. მე ეხლა შემიძლიათ ასე უცებესები ვისარგებლოთ თქვენი ეთერი და თუ ამის ფორმატი ამის საშუალებას მაძლევს, უბრალოდ მივმართო ხახუბიას, ჩვენს ოპონენტს, ხელისუფლების წარმომადგენელს, რომ უბრალოდ ერთხელ მაინც თუ ის ჩათვლის, რომ აი რაღაცა დებატებში რაღაცა მე პირადად მოუწოდებ, რომ ჩაერთოს დებატებში ნებისმიერი ფორმატით, ნებისმიერ ტელევიზიაში, უბრალოდ თავაზობ მას, რომ გამოჩნდეს ეს ადამიანი. თუ საჯარო პოლიტიკოსია და იცით რომ მოქმედი დეპუტატია, თუ მას კვლავ უნდა საჯარო პოლიტიკოსი იყოს, მაშინ საჯაროების ფუნქცია ფორმალურად მაინც ხომ უნდა შესრულდეს, არა? ფორმალურად მაინც, აი უბრალოდ სადღაც ხომ უნდა დავждეთ ჩვენ და ვილაპარაკოთ როგორც ოპონენტებმა, ხო? მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ რაღაცა დაპირისპირება მოხდეს. უბრალოდ როგორც ადამიანი არის, ფოთელი ადამიანია. აქ აი ახლა გამოცდილება თუ რა ვიცი, რაღაც ქვია, ამ საჯარო იყო შემოძე ქვია, ხო, დეპუტატია და რაღაც დონეზე ხომ უნდა იცნობდეს ამ რეგიონის პრობლემას. მოდი ამ პრობლემებზე მაინც დაველაპარაკოს, იქნება მას უკეთესი ხედვა აქვს, ხო? იქნება მე მეშლება რამე. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს ადამიანი არასოდეს არ გამოჩენილა საჯაროდ, გესმით, არასოდეს და ეხლა სხვა პრეტენზია აქვს საჯარო პოლიტიკაზე და საერთოდ ქართული ოცნების მიდგომა როგორია, ხო? არც სხვა მაჟორიტარი დეპუტატები არ შეხედან დებატებზე, გესმით თქვენ როგორი ვითარება. ქართული ოცნება არ არის დებატებზე. ქართული ოცნება არ არის მოსახლეობასთან კარდაკარის პროცესში. ანუ ქართული ოცნებას უბრალოდ იმის იმედი აქვს, რომ მისი მიკროკოორდინატორები თუ ზონის კოორდინატორები თუ რაც არიან, აი ეს პარტიული ინფრასტრუქტურა მოაგროვებს რაღაც ინფორმაციას, ადამიანებს დაალაგებს როგორც ბუღალტერიას, როგორც ბუღალტრულ ციფრებს
სეგრეგაცია აქვს გაკეთებული და საჯარო მოხელეები თქვათ უბანზე არის 200 საჯარო მოხელე 50 სოციალურად დაუცველი თქვათ თუმცა სამწუხაროდ ბევრად მეტია სოციალურად პროპორციები ბევრად მეტია მაგრამ ისე ვიძახი რომ ფორმალურად ხო იქ ვიღაცა პრობაციონერი ასე დაჯგუფებული აქვს როგორც ბუღალტერიული ციფრები როგორც სტატისტიკა ისე უყურებენ ადამიანებს მოქალაქეებს აი ჩვეულებრივ ადამიანს სენაკრელ ამომრჩევას კი არ აღიქვამი როგორც ადამიანს რომელსაც შეუძლია გააცკოტილება მიიღოს თავისი პოლიტიკურებული შეხედულებების შესაბამისად თავისი აღქმადობის შესაბამისად და მასთან პოზიციონირება ჭირდება ქართულ ოცნებას არა ესენი ფიქრობენ რომ ეს ადამიანი არის რომელიღაცა ნომერი პირველი ნომერი საჯარო მოხელეები აქვს ესე აქვს დანომრილი მეორე ნომერი არის და აი ჩვენ გვახსოვს რამდენიმე ერთი კვირის წინ დაახლოებით ერთ-ერთმა ადამიანმა სოციალურ ატვირთა როგორც ჩანს ამ ზონის ხელმძღვანელმა დოკუმენტი დაკარგა და ეს დოკუმენტი სადაც ადამიანი იპოვეს და იდენტიფიცირდა რა არის ქართული ოცნების მიერ აღრიცხული მიკროზონა ანუ ზონა რომელშიც 250 ამომრჩეველია მარტივად ვთქვა და ეს სეგრეგირებული იყვნენ ადამიანები სეგრეგაცია იყო ჩვეულებრივ ან კატეგორიებად ყავდათ დაყოფილი ამომრჩეველები სტატისტიკად გადააქციეს ხალხი და მათთან დამოკიდებულება და პირდაპირ ვამბობ ამის გამო დაჯეს მათ ქართული ხალხი შეუძლებელია რომ ქართველმა სენაკელი იქნება ეს ხობელი ფოთელი ნებისმიერი ადამიანი მისცეს უფლება ვინმეს რომ მის გადააქციონ ნივთად სტატისტიკურ ციფრად ამიტომ მე გძნობ ამას რომ ადამიანები არიან შეჯერებული რომ ქართული ოცნება უნდა გაუშვან ხელისუფლებიდან და ეს მაძლევს დამატებით სტიმულს რომ ვიყო ბრძოლის ველზე ვიყო ეს რაღაც ამ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში და მუდმივი კონტაქტი მქონდეს ადამიანებთან მე არ უყურებ მათ როგორც სტატისტიკას ნაციონალური მოძრაობა მათ უყურებს როგორც ადამიანებს რომელთაც აქვთ მოთხოვნილებები კონკრეტული ამოცანები პრობლემები და მათი გადაჭრის გზები არის მოსაძებნი ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი პოლიტიკა ქართული ოცნების პოლიტიკა არის ქაღალდზე დაწერილი რაღაცა სია და გასტატისტიკებული განივთებული ადამიანი ასე უყურებენ სამწუხაროდ ისინი ამომრჩეველს და ამის პასუხს აუცილებლად მიიღებენ 31 ოქტომბერს აი ეჭვი არ მეყარება ამაში რატომ უნდა დაუჭრეს მხარი ამომრჩეველ ნაციონალურ მოძრაობას გადაწყვეტ თქვენს კანდიდატურას პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გააზრებული რა ჭირდება ამ რეგიონს ჩვენ გვინდა აქ გავაკეთოთ იგივე მასშტაბური პროექტები როგორიც გავაკეთეთ კახეთში სვანეთში აჭარაში და სხვა იმ რეგიონებში სადაც ეს გავაკეთეთ აქვე მინდა ხაზი გავუსვა ოღონდ ბევრი მეუბნება იმას რომ თქვენ იყავით მთავრობა და ძალიან დიდი რესურსი აქ არ ჩაგისხიათ და ეს ასეა სამწუხაროდ ამ რეგიონისთვის ჩვენ ვერ მოვიცალეთ იმ დოზით როგორც იმსახურებდა მიზეზი ალბათ ბევრი შეიძლება ობიექტური შეიძლება სუბიექტური მოდით ვთქვათ რომ პირველი 4 წელი ხელისუფლებაში ყოფნის არც იყო ამ ხალხ რესურსი ხო როგორც კი რესურსი გაჩნდა შეიჭრა სხვა რეგიონები ხო ტურისტული პოტენციალი აჭარის იყო სხვა პოლიტიკური მომენტები თქვენ იცით რომ იქ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ აჭარა იყოს ბოლომდე ეკონომიკურად წელში გამართული რომ აქ რაღაც სხვა რაღაც გარკვეულ ნეგატიურ მოვლენებს არ ქონდეს ადგილი ამას ახლა ყველაფერს ვერ ვილაპარაკებთ ეთერში ხო კახეთი იყო ასევე მნიშვნელოვანი დიდი რეგიონი და სადაც მეღვინეობამ ხელი შეუწყო იმას რომ გარკვეული ფინანსები იქაც ყოფილიყო რეგიონში ადგილობრივი გადასახადებით და ამანაც ხელი შეუწყო მაგრამ სამწუხაროდ ესე მოხდა ეს იყო შეცდომა პირდაპირ გეუბნებით ეს იყო რაღაცნაირად ჩვენი ბოლომდე საქმის მიყვანა იმ მომენტში ვერ მოვასწარეთ ამ რეგიონთან დაკავშირებით. ასევე იყო ანაკლიის პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი, უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის, მაგრამ ისიც ქართულმა ოცნებამ შემდგომ გაყინა და ეფექტი ესეთი მივიღეთ, რომ საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ სამეგრელოში ყველაზე ნაკლები ყურადღება მივაქციეთ აი ამ გლობალური პროექტის მიმართ თვალსაზრისით გასმით და ეხლა გაცხადებული გვაქვს, ეს გააზრებული გვაქვს და პირდაპირ ვამბობთ, რომ ეხლა სამეგრელოს ჯერია, ეხლა სენაკის ჯერია, ეხლა ხობის ჯერია, ეხლა ყველა ამ რეგიონის ფოთის ჯერია, ეხლა იმსახურებს ეს რეგიონი ნამდვილად და ეხლა შესაძლოა ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, დიდი პროექტების განხორციელების და ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება ხალხმა ისიც ის და ჩვენ ეხლაც ვამბობთ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ აქ ამ რეგიონში, ჩვენ ხარაჯოებში ჩავსვამთ აქ ქალაქებს, ჩვენ აქ ტურისტულ ინფრასტრუქტურას მაქსიმალურად ისეთ დონეზე ამოვწევთ, რომ იმ დიდი ფინანსური ნაკადიდან, რომელიც შემოდის ტურიზმიდან, დიდი წილი აი აქაც შემოვიდეს და მივიდეს კონკრეტულ ოჯახებამდე, კონკრეტულ ადამიანებამდე, მათ ჯიბეს დაეტყოს. გესმით? გარდა იმისა, რომ ზოგადად ჩვენ გავაჯანსაღებთ ეკონომიკას, გარდა იმისა, რომ ლარის დევალვაციის შედეგად ფასების საშინლად გაქცეული ფასები პრობლემაა და ჩვენ აქ უნდა ჩავერიოთ, გარდა იმისა, რომ ფულად საკრედიტო, საიპოთეკო პოლიტიკაში სახელმწიფო კანონის ჩარჩოებში, კანონმდებლობით უნდა შევიდეს და უნდა დაარეგულიროს, რომ არ შეიძლება აღვირახსნელი პროცენტები, არ შეიძლება ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ივანიშვილი დაწყებული და მისი გარემოსვით არიან ძალიან დიდრები იმისთვის, რომ გაიგონ ჩვეულებრივი ადამიანის პრობლემა. გესმით? ჩვენ ხალხთან ახლოს ვართ, ჩვენ აი ამ ოპოზიციაში ყოფნის განმავლობაში ამ რეგიონმა ჩვენ შეგვიფარა
დღეს როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ბრუნდებით ხელისუფლებაში, იმიტომ ბრუნდებით ხელისუფლებაში, რომ ამ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი გვერდით დარჩა, გესმით, ჩვენ შეგვიფაჩა ის ხმები, რომლებიც ჩვენ მოგწეს მათ 2013, 14, 16, 18 წლებში, ეს ხმები არის ის გადარჩენის მექანიზმი, რაც ჩვენ გადაგვარჩენია, იმიტომ რომ ჩვენი გაქრობა, ჩვენი განადგურება იყო ივანიშვილის გაცხადებული პოლიტიკა, მცდარი, პირდაპირ ვთქვათ, იდიოტური, დამაზიანებელი, მაგრამ ეს იყო მისი პოლიტიკა და ჩვენ ვალში ვართ ამ რეგიონთან, ჩვენ ვალში ვართ სენაკელებთან. გესმით, ჩვენ კონკრეტულად მათთან, ჩვენ ამ რეგიონთან ვართ ვალში, ამიტომ ჩვენ ამ ვალს გავისტუმრებთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ამ რეგიონის მიუხედავად და ჩვენ როგორც დიდი, ყველაზე დიდი პარტია, შემდგარი პარტია, ვართ ხრებში გაშლილი უკვე, აი ჩვენ ახლა იმდენად გაძლიერებული ვართ ელექტორალურად, ჩვენ არ გვეშინია პასუხისმგებლობის აღების და ჩვენ მიუხედავთ ამ რეგიონს ისე როგორც მიუხედავთ სხვა რეგიონებს. მნიშვნელოვანი ფინანსური დოტაციების წამოღებით ცენტრალური ბიუჯეტიდან და მსხვილი ინფრასტრუქტურული ტურისტული პროექტების განხორციელებით, როგორც ეს გვიკეთებია. თუ პირველ რიგში იმას, რომ მე ვგრძნობ იმას, ალბათ თქვენს და ბევრი ადამიანი, ვინც ჩვენ ახლა გვისმენს, რომ ის ადამიანები, ვინც ადრე ქართულ ოცნებას აძლევდნენ ხმას, არიან ძალიან გაბრაზებულები და ფაქტიურად ეს სეგმენტი რაღაც აი ფორმალიც პლასტი, რომელზეც იდგა ივანიშვილი, ჩამოშლილია და მე მინდა სენაკელებს ვუთხრა, რომ იგივე ხდება თბილისში. იგივე ხდება ბათუმში, იგივე ხდება კახეთში, იგივე ხდება ქუთაისში, ანუ თქვენც ამას გრძნობთ, ყველა ხედავთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მისცეს ოპოზიციას ნაციონალურ მოძრაობას, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, ნაკლები ზიანით გავისტუმროთ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან. და ბოლო ფრაზა რაც მინდა თქვა, ჩვენ არ ვართ შურისმაძიებელი ხალხი, ჩვენ არ გვეცლება არანაირი შურისძიებისთვის, ჩვენ არ მოვდივართ, რომ ვიღაცას რაღაცა ხურდა დაუბრუნოთ, თუ ვიღაცას რაღაც ტკივილი გაუხსენოთ, არა, ჩვენი იმდენი საქმე გველოდება წინ, ჩვენ იმდენი საქმეა საკეთებელი, არავის არ ეცლება, არც არაფერში არ გვაინტერესებს. ერთადერთი ინტერესი ჩვენი არის, რაც შეიძლება მეტი საქმე გავაკეთოთ და ამით, თუნდაც ამით ვაგრძნობიოთ სხვაობა ქართულ ოცნებასა და ჩვენ შორის, სუდ მთავრობასა და კარგ მთავრობას შორის, ფეხებზე მკიდია მთავრობასა და მზრუნველ მთავრობას შორის. რაღაცა აი ხალხის აი კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე ამ თემას. ზედმეტად მდიდრები არიან, ზედმეტად ფულზე ორიენტირებულები არიან იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ადამიანის პრობლემა მათ ინტერესის სფეროში შედიოდეს. არ აინტერესებთ ეს. ჩვენ გვაინტერესებს და ჩვენ მივხედავთ პრობლემებს, ჩვენ მივხედავთ ამ ქვეყანას და ჩვენ გავმართავთ წელში სამეგრელოს მთლიანად. იდეა თემატოლოგია გადაცემის მოწონების გადაგიხადოთ, მაკურებელ შევასწავლეთ, ეს იყო გადაცემა არჩევნები და ჩვენი თემატოლოგია გადაცემის თემა გახდათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მუთას ზოდადავა.